არც მეტი არც ნაკლები მიუხენი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ალიანს არენას სასწაული დღე გველოდება, სასწაული ლოგი გველოდებათ. იყავით ჩვენთან ერთად წინ აუცილებლად გაჩვენებთ ისეთ ამბებს, რაც აქამდე არ გინახავთ და დარჩით ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბევრი ახსნა ალბათ არ ჭირდება თუ როგორი დღესასწაული გველოდება წინ სპორტის და ფეხბურთის მოყვარულებს კვარა ითამაშებს ამ ფინალში დავესწრებით მატჩის წინა პრესკონფერენციებს, ასევე მატჩის წინა ვარჯიშებს, შევად სტადიონზე უშუალოდ გაჩვენებთ ადგილზე ყველაფერს და მაგარი ამბავი უნდა გამოვიდეს აუცილებლად. გეტყვით რომ ჩვენი წარდგენია კრაფტ-ლუდის სახარში და რესტორნების ქსელი 2 ტონა. მადლობა მათ ხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ აქ ყოფილიყავით ჩემპიონთა ლიგის ფინალს დავსწრებოდით და მანამდე კი გეტყვით რომ არ დაგაუწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო, დაგვიწეროთ კომენტარები. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და არ ვიცი, დიდხანს ოცნებობდი იმაზე, რომ გავს ღონისძიებაზე მომხვედრილიყავი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ეს ყველაფერი იქნებოდა კვარასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მოსაყოლი მართლა ძალიან ბევრი რამე გვაქვს და წავედით, ეხა ჩემი საუბრი თავს აღარ შეგაწყენთ და გაჩვენებთ უშუალოდ ყველაფერს ადგილზე, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს. ეხა ვართ მიუხენში ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, მარიანპლაცზე და გავიაროთ, გამოვიაროთ, ძალიან ბევრი გულშემატკივრები არიან უკვე ჩამოსულები. და სანამ ვარჯიშზე წავალთ, ვნახოთ როგორი გარემოა ზოგადად მიუხენში წინა სამაჩოდ და თან ულამაზესი ქუჩა არის, ულამაზესი ადგილია მოედანი და ესე ცოტა შევათვალიეროთ კადრებში ნახავთ როგორია რა. სანამ წავალთ რომ შევხვდეთ გულშემატკივრებს, გეტყვით რომ Mobinex-ი არის ჩვენი ინტერნეტ ხარდამჭერი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ვლოგში და Mobinex-მა ჩვენი გამოწერებისთვის შექმნა 15%-იანი ფასდაკლების პრომოკოდი TST Sport-ი, რომელსაც ჩაწერთ და მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას. ჩემი თაზოს და ზოგადად ჩვენი ირგვლივ ვინც არიან, მათი გამოცდილებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Mobinex-ი არის საუკეთესო ინტერნეტი, რომელსაც ევროპაში ესეთი მოგზაურობების დროს ვიყენებთ და გირჩევთ აუცილებლად გამოიყენოთ და ჩვენი პრომოკოდით მოგცემთ 15%-იან ფასდაკლებას. ეხლა მოდი წავიდეთ, გავიაროთ, თან გულშემატკივრებს შევხვდეთ და შევიგრძნოთ ბოლომდე ჩემპიონთა ლიგური ემოციები. ეხლა შევხვდით Paris Saint-Germain-ის გულშემატკივარს და კვარაზე მინდა ვკითხო, რას ფიქრობს და როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად საფრანგეთში კვარას მიმართ. One of the best player in the team. კვარა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, მისი დამატებით ზამთრის შემდეგ PSG ბევრად უკეთესი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთვის თამაშობს, იმედია დაგვეხმარება ოცნების ასრულებაში და ჩვენთვის ლიგის თასს მოიგებს. ფიქრობ, შეხვედრა 1-0 დასრულდება და ამ გოლს კვარაც ხელია გაიტანს. Okay, I'm interested in for tomorrow games. What can you say about Paris Saint-Germain and your team Inter? მოვისმინეთ ინტერის გულშემატკივრის შეფასება, რომელიც სომხურათაც ლაპარაკობს და შესაბამისად დიდად საინტერესო არ გამოვიდა, იმიტომ რომ ინტერის გულშემატკივარი იყო. ეხლა კი გადავიდეთ ხალხთან, რომელიც ჩამოვიდა შვეიცარიიდან და მეუბნებიან, რომ TST Sports ინტერვიუ თუ არ მივეცითო, ჩვენ აქედან ვერ წავალთ. და მოვისმინოთ რა სიტყვიან რა. We're gonna have to be მისი თამაში დაცვით ნაწილში ძალიან მოგწონს. მან გუნდში ბევრი რამ შეცვალა, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ფიქრობ, მან PSG სრულყოფილ გუნდად აქცია, მისი სრულ მოძრაობები შთამბეჭდავია. გავესაუბრეთ გულშემატკივრებს, გავიგეთ რა განწყობაზე არიან. ეხლა კი უკვე გადავინაცვლოთ უშუალოდ ვარჯიშზე, პრესკონფერენციაზე. თქვენ კი დაგიტოვებთ ამ მიუხენური მუსიკის ანგებზე, კადრებს დაათვალიერებთ, აღიქვავთ თუ როგორი ამ მომენტში მიუხენი და წავედით უკვე დაგიბრუნდებით უშუალოდ ალიანს არენით. წამო ეხა ბევრი არ ვლაპარაკობ პირდაპირ ავიდეთ და ზევიდან გადავხედოთ და ერთი კარგი კადრი ვაჩვენოთ რა. როგორია? გვირაბის ბოლოს ინახეთ ჩანს და სოფლიოში ალბათ ალიანს არენაზე დიდებული სტადიონი ძალიან ცოტაა და ღმერთო ჩემო ეს რა არის? ღმერთო ჩემო. Khalid is not only a winner tonight, now it's ხო, რავი, აი, ბევრი სათქმელი ალბათ არც არაფერი არა, შესანიშნავი სტადიონია. ბაიერნის გულშემატკივრების წარმომადგენელი ეს რამდენს ნიშნავს ახლა აქ ყოფნა და ძალიან ბევრი ჟურნალისტია პირველ რას თვალში მომხვდა. აი, ალბათ მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ჟურნალისტები არიან.
შეკრებლები და ძალიან დიდი პატივია რომ მათ გვერდზე მუშაობა მოგვიწევს პირველ რიგში. და არ ვიცი რაღაც სასწაული ღამე გველოდება ალბათ ჩემი აზრით რა. არ დაგაუწყეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო, კომენტარები დაგვიწეროთ. აქვე გეტყვით რომ კრაფტ ლუდის სახარში და რესტორნების ქსელი 2 ტონა არის ჩვენი წარმდგენი ჩემპიონთა ლიგაზე და მადლობა მათ ხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ არასდროს არ მომბეზდება თქვა რომ ჩვენ მეგობრებს მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დაგვეხმარნენ, გვერდზე დაგვიდგნენ და აქ ვართ დღეს ამ რა ვიცი სპორტულ დღესასწაულზე ალბათ. წავიდეთ ახლა და შევუერთდეთ ჟურნალისტურ დღესასწაულს, რაც ახლა უნდა გავიზიაროთ ამ მაგარ ხალხთან ერთად. ახლა ვართ მედია ზონაში და წამო საპრეს კონფერენციას ვნახოთ. აქ არიან ის ჟურნალისტები, ბევრი ჟურნალისტია მართლა აქ საკუთარი ჟურნალისტები. შენა? რავი, ამიცავს. ვაჩვენებ ჩვენს გამომწერებს, რა ხდება ლიგის თემებში, საპრეს კონფერენციაში ასე, რასაც თვითონ ვერ ხედავენ უშუალოდ. შენ როგორ მოგწონს აქ სიტუაცია ახლა? ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ზედმეტად დიდი დარბაზია და კარგად გამოიყურება რა. კი ბატონო, და თვითონ სტადიონზე რას გქონდა? სტადიონი ზედმეტად შთამბეჭდავია. თან ახლა 20 წლის არის უკვე და მაინც ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. კი ბატონო და მე მგონი ძალიან დიდ დღესასწაულს უმასპინძლებს ხვალ და შეიფერება მსგავს სტადიონებს ეგეთი ამბები. ისე რა გერმანიაზე მიუხენზე რას გქონდა, როგორი განწყობაა და დღემდე არ იგრძნობოდა საერთოდ საფეხბურთო გარემო, დღეიდან დაიწყო რა. ეშეს გულშემატკივრებთან ერთად ვიმგზავრეთ, ვიმღერეთ, ვიყვირეთ, იტალიელები ხმაურობენ, მაგრამ მგონია რომ საღამოს პრომეთი იქნებიან და ხვალაც ალბათ მატარებლის ბევრი ჩამოვა საფრანგეთიდან. მეც მაგას ველოდები დღეს მარიამ პლაცზე ვიყავით და ნუ იმდენი გულშემატკივარი არ იყო მაინც რასაც ველოდებოდ, თუმცა მაინც საკმაოდ იყვნენ რა და ის ღამე იქნება ჩემი აზრით ზეიმი ეხ გულშემატკივრების უეჭველი და ხვალ ნახოთ. აი მიდი გარბოდი სადღაც და ნახოთ. კი, აბა შეინც. ხო, გავაგზავნოთ ახლა ჩვენი ტური, მოგზაურობა. ეს არის საპრეს კონფერენციო ოთახი. აქ დასხდებიან მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელი მატჩის წინ, მატჩის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს. მიგზავნოთ ჯერ არ ვიცით სად არის ზუსტად, მაგრამ მაგასაც ვნახავთ აუცილებლად. მიდის რაღაც შემოწმებები, ბოლო ასე თქვათ ჩეკები, რომ ნახო რამე ხარვეძი ხო არ არის და აქედან გვექნება საშუალება, რომ დავსვათ კითხვები, თუ მოგვეცათ შანსი, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ და თქვენც ნახავთ ამ ყველაფერს. თუ არა და ის რომ ამაში მონაწილეობას მივიღებთ, ეგეც უკვე ძალიან კაი იქნება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებით, რომ ყველა ინფორმაცია, რასაც იტყვიან თავარი მწვრთნელები, თქვენამდე მოვიტანოთ. წამო ეხა იქით გავიდეთ, რაღაცები მაინტერესებს და თუ ისეთი ადგილებია, რომ შეიძლება ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს და დაინტერესებს, აუცილებლად დავათვალიერებიოთ და თან პატარა ტურიც მოვაწყოთ ადგილზე რა. მინდვრის საფრის მდგომარეობა არ მოწონს სხვადასხვა. ის რა, ან ეს გვეკადრება ჩვენ ალიანს არენა, არ ვიცი. თუ რაღაცა იყო, მინდორს დავაბრალოთ ყველაფერი თამაშის შემდეგ. მოკლედ ახლა ცოტნე არის პრესკონფერენციაზე, ჩვენ არ მოგცეს უფლება ამ პრესკონფერენციის გადაღების, მხოლოდ ბროდკასტერებს აქვთ ხოლმე როგორც წესი მსგავს ღონისძიებებზე გადაღების საშუალება და მე შევეცდები ახლა ცოტას ვიბოდიალებ ალიანს არენაზე და ვეცდები ვიპოვო რაიმე ისეთი, რაც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს და გაჩვენოთ როგორ ემზადება ალიანსარენა და აქ განთავსებული პერსონალი ხვალინდელი ზეიმისთვის. მოკლედ აი ეს არის მედია სივრცე, სადაც მედიის წარმომადგენლები ვესწრებით ხოლმე, საიდანაც ვესწრებით ხოლმე მედიის წარმომადგენლები თამაშს და ახლა ამ წამსაკ ჩანს როგორ მიმდინარეობს ინტერეს პრესკონფერენცია, ცოტნეს მოკითხვა აქედან იმედი მაქვს რაიმეს კითხავს. ესე ჩემთვის მოვდიოდი და გადავაწყდი თავარ ატრიბუტს აი ამ ყველაფრისა ამ დღეებისა და იმედი მაქვს Paris Saint-Germain-ის სახელი ამოიწიფრება ამ თასზე და ჩვენ ყველაფერს ვნახავთ კვარაცხელიას ხელში. დავამთავრეთ ინტერის პრესკონფერენცია. საკმაოდ მოტივირებულები ჩანან, სურთ რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება. 2 წლის შემდეგ დაბრუნდნენ ამ ტურნირის ფინალში და მოტივირებულები არიან და ვარჯიშიც აი ინძაგი ხა მე თაქმება უყურის და ცოტნე რასაც ამბობს ეგ არის მართალია რა. აუცილებლად თქვათ ისიც რომ ისეთი ვარჯიშია გეგონება უკვე დაიწყო ფინალი და ძალიან მოტივირებულები არიან და სიამოვნება როდესაც იმ ფეხბურთელს რომელიც საუკეთესო მომენტებს ჩუქნიან ტელეეკრანებიდან ესე პირადად ხედავთ ძალიან ახლოს ვართ ეხლა მათთან და ძალიან კაი მომენტია ეს ყველაფერი.
აუცილებლად გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და აგვიწეროთ კომენტარები. მადლობა მინდა უთხრათ ჩვენს წარმოდგენს. ჩვენი წარმოდგენია კრაფტ-ფუდის სახარში და რესტორნების ქსელი 2 ტონა. ეხლა მე ბევრს აღარ გავაგრძელებ საუბარს და დათქვით იმით, რასაც გაჩვენებთ. ეხლა ხედავთ როგორ ხდება სხვადასხვა ტელევიზიების პირდაპირ ეთერი. ეს არის ჩემპიონთა ლიგის პირდაპირ ტრანსლირებას აკეთებენ კანალ პლუსი ეგეთი არხია და მე მგონი ფრანგული მედია ზუსტად თუ არ ვწდები ვერ გეტყვით და ეგრე ხდება. აი ჩვენს გვერდზე არის იქ ხარეს უკვე პარი სენ-ჟერმენის პირდაპირ ეთერი ჩემპიონთა ლიგისთვის სტუმარი ყავთ და ესე არა ძალიან ბევრი მედია მუშაობს. წეგანჩო თანაც მოვიდნენ რაღაც ცირედ ინტერვიუს ჩასაწერად, გეკითხავდნენ რომ თუ გინახავთო, როდესაც მე ცხოვრებაში ამდენი მედიის წარმომადგენელიო და მაგას უყვებოდი ჩვენს აწუყვე მეგობარს, რომ მსგავსი რამ მართლა ცხოვრებაში არასდროს გვინახავს რა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ ყველაფრის მონაწილეები ვართ. იმედია ისიამოვნეთ იმით, რომ ესე ახლოდან გაჩვენეთ ყველაფერი, სად რა როგორ ხდება. და რის საშუალებაც გვაქვს რომ სადმე შევიდეთ, ყველგან ვართ ჩვენც და ყველგან ვცდილობთ რომ თქვენ წაგიყვანოთ. ისე არ არის რომ რაღაცას ვიზარებთ ანამე, მაქსიმალურად ვცდილობთ ბოლომდე რომ ყველაფერი ჩვენთან ერთად თქვენს გაჩვენოთ. ესე იგი ეხლა მიდის პარი სენ-ჟერმენის მატჩის წინა ვარჯიში. მთელი ვარჯიში ღიაა ჩვენთვის, რაც მე არ მახსენდება რომ ეს გავს შემთხვევა ყოფილიყოს. ძირითადად 15 წუთია ხოლმე ღია მედიისთვის და ამ შემთხვევაში მთელი ვარჯიშია ღია. კვარაც ადგილზეა, ძალიან კარგ შემართებაზეა, რასაც ესე შორიდან უყურებთ. ახლოს გასაუბრების საშუალება არ მოგგვეც ამ ეტაპზე და რაც თავარია, ყველა მოტივირებულია, რასაც ხედავთ რომ რაც შეიძლება უკეთ ივარჯიშონ, რომ ხვალ უფრო მეტად დაიხარჯო. ჩვენ ამით აგემშვიდობებით, ეხლა ჩვენი სტენდაპით კონკრეტულად მე ამით აგემშვიდობებით, დაგიტოვებთ მნიშვნელოვან და საინტერესო კადრებს აუცილებლად და გეტყვით იმას, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო, დაგვიწეროთ კომენტარები და ხო, დღეს ალბათ მე მეც აღარ შეგაწუხებთ და დანარჩენი, ხვალიდან უკვე მატჩის დღიდან დავბრუნდებით. კატენდა თამაშის დღე მოვედით პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრების შეკრების ადგილზე, სად უნდა წავსულიყავით ამაზე მაგარ ადგილზე, რომ განწყობა შეგვექმნა თამაშის წინ და ფრანგი გულშემატკივრები გერმანიაში ნამდვილ ცეცხლს ანთებენ, იმიტომ რომ მაგარ ხასიათზე არიან პირველ რიგში და გადმოგვთ ეს ემოცია ჩვენზეც. და ვისაც ვეკითხებით კვარას შესახებ, ყველა ძალიან ბედნიერი პასუხობს, რომ ის არის გუნდის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრების დროს გაკეთებულა და ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან საამაყოა. არიან ესევე ადამიანები კვარას მაისურებითაც და ესე რა თქმა უნდა განსაკუთრებით გვიხარია. არ დაგაუწყეთ რომ გამოიწეროთ აუცილებლად ჩვენი YouTube არხი, დაგვიტოვოთ კომენტარები და ლაიქოთ ეს ვიდეო. ზარისღილაკი აუცილებლად უნდა გააქტიუროთ და ყველა ჩვენი ვიდეო მოგივათ და აუცილებლად აქვე ვიტყვი ჩვენი წარდგენის შესახებ. ეს არის კრაფტ-ლუდის სახარში და რესტორნების ქსელი 2 ტონა. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და ბევრი აღარ გავაგრძელოთ მოდი, ეხლა დავიწყოთ, ნახოთ რა ხდება ადგილზე და უკვე წავიდეთ ნელ-ნელა სტადიონისკენ, როგორც გითხარით. უკვე სტადიონზე ვართ, რამდენიმე წუთში დაიწყება თამაში, მოვასწრეს ბიჭებმა გახურება, ჩვენ სოციალურ ქსელებში იხილავდით ამ ვიდეოებს და შესანიშნავი ატმოსფეროა, მეტი ამას ვერაფერი ვერ აღწერს.
ზოგადად სიტყვებით ვერ აღწერს, ეხლა უკვე გახსნის ცერემონია იწყება და მივადევნოთ თვალი ამ ყველაფერს. აბა წავედით წარმატებები კვარას და წარმატებები პარის სენ-ჟერმენს. იმედია რომ მოვიგებთ და გავიმარჯვებთ დღევანდელ შეხვედრაში. შოქში ვარ და მე ვნახოთ. ძალიან მაგარი სანახაობა ის ძალიან. დასრულდა პირველი ნახევარი, იგებს პარის სენ-ჟერმენი 2 დროს. მე პირველი ტაიმის ბოლოს გააქტიურდა ცოტათი ინტერი, მაგრამ მაინც უპირატესობას პარის სენ-ჟერმენი ფლობდა, კვარასაც ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, რაც თავარი აქტიურია, კარგად თამაშობს. ჩემი აზრით ზუსტად ასრულებს ლუის ენრიკეს დავალებებს. ნახოთ რას მოიცავს მეორე ტაიმი. ამ მომენტისთვის ძალიან ახლოს ვარ ჩემპიონთა ლიგის თასთან და ეს იქნება მეორე შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალს. დავალოდოთ ყველაფერი წინ არის, უნდა გააქტიურდეს წესით ინტერი კიდევ უფრო მეტად და ნახოთ რამდენად გაუძლებს პარის სენ-ჟერმენი მათ შეტევებს. წავედით და დავალოდოთ მეორე ტაიმს. ბიჭი დიდი ოცნებები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხდება. გატანილი გოლის ავტორი და რამდენიმე წუთში უკვე ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. სისიზე პარი, სისიზე კვარა! კვარაცხელია! კვარაცხელია! მაილუ და 5-0 დამთავრდა. მე მგონი ინტერ შემდეგ წელს ვაფშე აღარ გამოვა ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს ფინალში ესეთი რამე დაემართა. სიტისთან როცა ჰქონდათ შედარებით თანაბარი თამაში იყო და მაშინ როდრის გოლმა გადაწყვეტა ყველაფერი. დღეს ლუის ენრიკემ ინძაგის მოუგო ყველანაირი დუელი, აჯობა როგორც ტაქტიკურად, ასევე ყველანაირად და ფეხბურთელებმა, პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელებმა უბრალოდ დახატეს თელი თამაში. ინტერს არ მიცეს არაფრის საშუალება. ხვიჩა კვარაცხელია იყო ფენომენალური, დაამტკიცა რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა საუკეთესო ნახევარმცველია, ფლანგის ნახევარმცველია და უბრალოდ ამაყივა რამ წამს პირველ რიგში რომ კვარა მე შეძლო, მერე იმიტომ რომ საქართველოს მიაღწია იმას რომ უკვე ყავს ამდენი ხნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კიდევ ერთი და მერე ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას რომ დაუჯერო რომ აქ ვარ ალიანს არენაზე ვარ ეხა და ამ დიდებულ დღესასწაულს ვესწრებ და მადლობა ყველას იმისთვის ვინც დაგვეხმარა რომ აქ ყოფილიყავით ჩვენ მეგობრებს პირველ რიგში იმიტომ რომ არავიწყდებოდათ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ჩვენ აქ წამოსულიყავით ასევე მადლობა მინდა გადავხადო ჩვენ წარმდგენს ლუცა ხარშის კრაფტლუდის სახარს და რესტორნების ორტონას იმიტომ რომ დაგვიჯერეს გვერდზე დაგვიდგნენ 200-მდე კომპანიას ვესაუბრეთ სანამ წამოვიდოდით რომ მოეცათ ცირეოდენი თანხა მაინც იმის რომ აქ წამოსულიყავით და
2 ტონის გარდა ჩვენი არავინ არ დაიჯერა. მოხდა ისე რომ ჩვენი მეგობრების ფულადი დახმარება დაგვჭირდა და ისინი დაგვეხმარეთ და მოხდა ისე რომ კიდე ბევრი სხვა გვარი დახმარებაც იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან. მადლობა მათ ყველას და ეს იყო ალბათ ის ემოციების ამოსვლა რაც მინდოდა რომ მეთქვა. ეხა კი გამოიწერეთ ჩვენი აქედან ლაიქეთ ვიდეო და რავი რა მადლიერი ვარ ყველაფრისთვის რა. რა ჩემს იგ ხდება ეხა ამას ვერ ახსნის ვერაფერი. და ბაღიეჟე ლა 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 მოედანზე მაგისთვის გავდივარ როგორი გავიტანო და რა ვიცი ძალიან ბედნიერია ძალიან დიდი შეგრძნება იყო ალბათ ყველა გოლთან განსხვავებული იყო და რა ვიცი 4 ტიტული მოიგე წელს შეგერი განმოვიდა თელ სეზონს როგორ შეაფასე რა თქმა უნდა ვითად რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვარ და რა ვიცი ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას გვერდში დგომისთვის და წინ კიდევ ერთად ბევრი ოცნებები გვაქვს და ყველას ერთად უნდა გავაკეთოთ არა აუცილებლად მაინტერესებს გოლის გატანის შემდეგ გუნდთან როცა აღნიშნე გამოტრიალ და შენ ზევით აიხედე რაღაცაზე ფიქრობდი აშკარად და რაღაცაზე გინდოდა რომ შენ თავთან გეთქვა და რას ფიქრობდი მაგ მომენტში და რა გქონდა სათქმელი გამერც ვუწევნებოდი მადლობას იმიტომ რომ როცა შრომობ ასე ვთქვათ და უკან გიბრუნდება ის ყველაფერი ძალიან ასე ვთქვათ მადლიერი ვარ ამისთვის და მადლობას ვუხდიდი რომ ესეთ დღე მაჩუქა როლი გავიტანე და რა ვიცი და ლიგისთანს რო ეხუტებოდი მაშინ რას ფიქრობდი მაგ მომენტში მაშინ იმას ვფიქრობდი რომ პატარა ბიჭი რომელსაც ეს ოცნება ჰქონდა ერთად გამიარა ყველაფერმა და რა ვიცი ძალიან ასე ვთქვათ ის პერიოდი რაც გავიარე ფეხბურთთან ერთად და ცხოვრებასთან ერთად ძალიან ერთად ჩამიარა ყველაფერმა და რა ვიცი დასრულდა ფინალი მოვიგეთ პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონია ყველაცაც შევხვდით აქ ვამთავრებ ჩვენს ვლოგს ალიანს არენაზე ამ საოცარ ადგილზე და იღბლიანია რა ეს სტადიონი ეს მინდორი ჩვენთვის უკვე ისტორია დაიწერა კვარა აქ გახდა ჩემპიონი ინტერებში გაიტანა გოლი რომელიც აღებულია ეხა აღარ არის და რა ვიცი შევეცდები რომ იქნებ ბალახი მოვგლიჯო რომ სახში წავიღოთ რა ხო ნუ არ გვაძლევენ ბალახის სახში დაღების უფლებას მაგრამ კაი დღე გამოვიდა იმედია ვლოგით სიამოვნეთ და წინ ახალგაზრდა ევროპა გველოდება არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი გააქტიუროთ ძალისხმევი და დაგვლაიქოთ ვიდეო
კომენტარები დაგვიწეროთ და გითხრათ თქვენი აზრი პირველ რიგში. ასე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს წარდგენს Craft Food-ის სახარს და რესტორნების ქსელს ორტონას და ასევე ჩვენს ძალიან კარგ მეგობრებს, რომლებიც გვერდზე დაგვიდგნენ იმისთვის, რომ ჩვენ აქ ჩამოსულიყავით და ბედნიერები ვართ, მათი დამსახურება, ამ ხალხის დამსახურება და ამაყები ვართ ჩვენ მე და თაზო იმის გამო, რომ ჩვენ ამ ყველაფრის მონაწილეები ვიყავით. მადლობა და შევხვდებით აუცილებლად უახლოეს მომავალში.